მადლი ის არისო, როდესაც ვინმე უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინდის. ტანჯავენ. აი ხედავ რომ უსამართლობის ხერბლი ხარ, მაინც აგრძელებს სიმართლის მსახურებას, სიტყვით და საქმით, არ ეპუები ამ უსამართლობას, იცი რომ რაც მეტად გააგრძელებს სიმართლის დაცვას, მეტად ტანჯული იქნები. მეტად დევნული იქნები, მეტად შევიწროებული იქნები, მაგრამ მადლი ეგ არისო, გეუბნება პეტრე მოციქული. რომ არ უღალატებო სინდისო, მიუხედავად ამ ტანჯვისაო და თან ამავე დროს უთრტვინელად აიტანო გასაჭირს. წუწუნს კი არ დაიწყებ, რომ აი ეს რა თქვეს ჩემზე და აი ეს როგორ დამაბრალეს და ასე უსამართლოდ როგორ მომექცნენ, როგორ დამამცირეს, დამაკნინეს, რა ვიცი, ფიზიკურად გამისწორდნენ. ამ ტანჯვას წილ წუწუნს კი არ დაიწყებ, ჩივილს კი არ დაიწყებ და თრტვინვას კი არ დაიწყებო, არამედ იტყვი რომ მადლობა ღმერთო, რომ მე ღირსი გავხდი სიმართლის გულისთვის. შენი მსახურების გამო სუფთა სინდისით მიმეღო ყველაფერი ის, რაც აი ამ ადამიანებმა მე მაკადრეს. მადლობა შენ ღმერთო. აი ეს არის მართალი ადამიანის სულის კვეთება და ეს არის მადლიო, გეუბნება პეტრე მოციქული.